სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომლის ერთ წევრზე გაანგარიშებით თვიური შემოსავალი 1250 ლარი იქნება, სოციალური შემწეობა შეუწყდება. ამის შესახებ 7 მაისს მიღებულ მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი. ამ რაოდენობის შემოსავალი ერთ წევრზე გაანგარიშებით ოჯახს წინა 3 თვის განმავლობაში უნდა გააჩნდეს. კერძოდ დოკუმენტში წერია, რომ თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახს ამ მოცულობის შემოსავალი აქვს, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე შეუწყდება. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზის გადახედვა უკვე დაიწყო და საბოლოო მიზანია შემწეობა იმ მოქალაქეებმა მიიღონ, რომელთაც სახელმწიფოს მხარდაჭერა მართლაც სჭირდებათ. 3 თვის მანძილზე თუ თქვენ გიფიქსირდებათ 1250 ლარიანი შემოსავალი და მეტი შემოსავალი, თქვენ ავტომატურად ამოირიცხებით ამ სიიდან და დაბრუნდებით იქ შესაბამისი პირობების თქვათ დადგომის შედეგად. კოვიდის და სხვა მიზეზებიდან გამომდინარე ვერ ხდებოდა და ვერ ხერხდებოდა და ეს ერთგვარი პოლიტიკური გადაწყვეტილებაც იყო ოჯახების მასობრივი შემოწმება, იმ ოჯახების და იმ ადამიანების, რომლებიც სოციალურ დაუცველთა ერთიან სიაში იყვნენ და აქედან საკმაოდ მაღალ შემოსავალს იღებდნენ, თუ გავითვალისწინებთ სულადობას ოჯახებში და სხვადასხვა ფაქტორს. რა თქმა უნდა, დაიწყო შემოწმება. საქსტატის მონაცემებით 2025 წელს საარსებო შემწეობას 704,713 პირი იღებდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 17,9% იყო. აღსანიშნავი, რომ 2024 წელთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 5%-ით იყო გაზრდილი. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობის გადახედვის საჭიროებაზე პარლამენტში გამოსვლისას რამდენჯერმე ისაუბრა. თებერვალში კობახიძემ განაცხადა, რომ პირველადი ანალიზის შედეგად სოციალური დახმარების მიმღებთა დაახლოებით 8% შეძლებული ადამიანია. სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმების პროცესის დაწყება სწორია და შემწეობას მხოლოდ ის ადამიანები უნდა იღებდნენ, რომლებიც მას რეალურად საჭიროებენ. თუმცა მათი თქმით, ეს პროცესი სწორად უნდა წარიმართოს და მასში პოლიტიკური კომპონენტი არ უნდა იყოს, როგორც ეს გასულ პერიოდში ხდებოდა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ერთ ადამიანზე შემოსავალი 1000 ლარზე, ოჯახის ერთ წევრზე 1000 ლარზე მეტია, სუფთა შემოსავალი, ანუ როგორც ამბობენ ხოლმე ხელზე ასაღები, ეს რა თქმა უნდა, ჩემი ნორმალური მიდგომაა, მაგრამ რეალური შემოწმება უნდა იყოს, როგორ ხდება, რა ხდება, ისე არ მოხდეს ისევ, რომ ადამიანები, რომლებიც გაცილებით მეტი შემოსავალი აქვს, ისევ იყვნენ აი ამ ბაზაში ჩასული და ყველა ხელშეწყობით სასარგებლო. რეალური შემოწმება უნდა მოხდეს. და უბრალოდ 13 წელი რომ იძლეოდნენ ყოველ არჩევნების წინ რომ იზრდებოდა ეს ბაზა. აი მაშინ რატო არ იყო ამაზე საუბარი? პარალელურად ამისა, როგორც ცნობილია, მიმდინარე წლიდან ასევე აღარ გრძელდება საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა, რომლის ფარგლებში სოციალურად დაუცველები იყვნენ დასაქმებულები. კერძოდ, დასაქმებულები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში მუშაობდნენ და სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 300 ლარს იღებდნენ ანაზღაურების სახით. ეს პირები 4 წელი სარგებლობდნენ საარსებო შემწეობით სტატუსის გადამოწმების გარეშე. 4 წლის განმავლობაში ამ პროგრამაზე დაახლოებით 370 მილიონი ლარი დაიხარჯა. 2025 წელს საზოგადოებრივ სამუშაოზე 28686 სოციალურად დაუცველი დასაქმდა. როგორი იყო ამ პროგრამის ეფექტიანობა? ამ კითხვაზე ჯანდაცვის სამინისტროში ასეთი პასუხი აქვთ. ვიწყებთ ახლა სურათის შესწავლას, რაც გვაქვს ამ ეტაპზე რეგიონებიდან მონაცემები, ქალაქებიდან, მუნიციპალიტეტებიდან 600-ზე მეტი ადამიანი დაიტოვეს ადგილებზე, როგორც ჩანს, მათი უნარები მოეწოდათ ამ ადამიანების და ეს არის ამ ადამიანებისთვის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან დიდი შანსი განვითარების, ღირსეული სამუშაოს მოძიების, დასაქმების. ეს ჩვენ გვაქვს მოძიებული სახელმწიფო სტრუქტურებიდან, სადაც იყო შესაბამისი ვაკანსიები, ეს ვაკანსიები იყო შეთავაზებული და აქ აიყვანეს ეს ადამიანები. ეხლა უნდა დავიწყოთ და დაწყებული გვაქვს უკვე იმ ადამიანების აღრიცხვა, ვინც თავისი ადგილი იპოვა, მათ შორის კერძო ბიზნესშიც. და ასეთების, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, არის საკმაოდ ბევრი. სპეციალისტების ნაწილი კი ამბობს, რომ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ეფექტიანობა ძალიან დაბალი იყო და მხოლოდ პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა. მათი თქმით, შეიძლება ითქვას, რომ 370 მილიონ ლარამდე ყოველგვარი ეფექტის გარეშე დაიხარჯა. რამდენად დაბალ ეფექტიანია და ეფექტურია სიპების საქმიანობა, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების საქმიანობა და
სხვადასხვა სტატისტიკები ვიცით, მაგრამ რეალურად იქიდან დოლათი არ იქნება. ეს ყველაფერი რომ გადავამრავლოთ იმ 300 ლარიან ყოველთვიურ ჭყალებში შემოსავალზე იმ სუბიექტებისთვის, ეს არანაირი არც დასაქმების ნაწილი არ არის, არც მათი კომპეტენციის ნაწილია, ეს თანხა ინდივიდუალურად არანაირი ღირებულებას არ ქმნიდა, თუმცა მთლიანობაში თითქმის 400 მილიონი ლარი იყო, რაც გონივრული დაბანდების შემთხვევაში შესაძლებელია ყოფილიყო ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი. პროგრამა რო გააკეთეს დასაქმების 400 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. 9 მილიარდამდე ფული დაიხარჯა. და რა მივიღეთ? არაფერი არ მივიღეთ. ისე იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური. ეს პროგრამა გულისხმობდა იმას, რომ უნდა მომხდარიყო გადამზადება, შესაბამისი პროფესიების, რომელიც დეფიციტურია, იმათთვის ამ ხალხის მომზადება, რომ უკვე რეალურად დასაქმებოდნენ. და არა ისა, რომ თიანეთის სასაფლაოზე 124 მომვლელი იყო დასაქმებული. 124 მომვლელი, რომელიც ყოველთვიურად ქონდა სამუშაო თუ არ ქონდა 300 ლარს ღებულობდა. ეს არ არის დასაქმება და ეხლა ბრძანეს რომ 600 კაცი იქნება სიპებში და აიპებში. ისევ სახელმწიფო ფულია. საჭიროა ეს ხალხი? მოდი ესე დავსვათ ეს საკითხი. საბოლოოდ რამდენ ადამიანს შეუწყდება სოციალური დახმარება? ეს სავარაუდოდ უახლოეს თვეებში გამოჩნდება. რაც შეეხება სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამას, ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უფრო კონკრეტული შედეგები თუ რამდენად ეფექტიანად დაიხარჯა გასული 4 წლის განმავლობაში 360 მილიონ ლარამდე. მომდევნო პერიოდის განმავლობაში გახდება ცნობილი.